მოდი იმაზე ვილაპარაკოთ, რისი ახსნაც წესით არ უნდა გჭირდებოდეს. მამული, ენა, სარწმუნოება. ეს სიტყვები ყველა მისწავლეთ, მაგრამ ცოტამ თუ გავიაზრეთ. ტრაგედია. კაცი აქ არის დაბადებული. ქართულად ლაპარაკობს. შეიძლება ქრისტიანიც არის. ამ სახელმწიფოს პასპორტიც უდევს ჯიბეში. მაგრამ შინაგანი რწმენით თუ ცხოვრების პრინციპებით სამშობლო მას საერთოდ არ გააჩნია. მისთვის ეს მიწა მხოლოდ სასადილოა, სადაც ჭამს, სვამს და თუ გაუჭირდა, პირველი ის გაიქცევა ქვეყნიდან. იცი რატომ? თითქოს ხიზანი ყოფილიყოს საკუთარ ქვეყანაში. ასე მიაჩვიეს. პატრიოტიზმი მხოლოდ სკამზე დგომა და ყანწის დაცლა არ არის. პატრიოტიზმი პატრონობის განცდა ამ ქვეყანაზე. შენი წილი პასუხისმგებლობის და პატრონობის განცდაა. სახელმწიფო მაშინ არის ძლიერი, როცა შენ აღიქვა, რომ ეს მიწა-წყალი, ტყე, მდელო, მთები შენია. როგორც კანონები, როგორც სახელმწიფო სისტემა, საზოგადოება, მისი საზღვრები და ინტერესები. როცა ეს საერთო თავისუფლება შენიცაა და შენი დასაცავიც. როცა ამას ვერ გრძნობ, შენ უბრალოდ აქ ჩაწერილი მდგმური ვითხარ. ან ქართულად მოლაპარაკე ხიზანი, რომელიც სხვის დაგდებულ ლუკმას ელოდება და ამით კმაყოფილდება. სამშობლო ბუნება მოგცა და მას არ ირჩევენ. სახელმწიფო კი ჩვენმა ნებამ უნდა ააშენოს სინამდვილეში. თუ მასზე მოვლა და პატრონობა არ შეგვიძლია, ნება არ გვაქვს. ყველაზე ლამაზი სამშობლოც კი სხვის ხელში შეიძლება აღმოჩნდეს. ასე რომ, სანამ სხვას რამეს დავაბრალებთ, საკუთარ თავს ვკითხოთ. ჩვენ ამ ქვეყნის პატრონები ვართ თუ დროებით შემოსახლებულები.